უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე მმართველი გუნდი საზოგადოებას ომში ჩართვის მცდელობებზე სატელევიზიო არქივს ახსენებს. პროცესის ავანგარდში კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოების ოპოზიციისა და მათი მოკავშირე უცხოელების მიერ საომარ მოქმედებებში ჩართვის მოწოდებებს ეწერს. უნდა გვახსოვდეს, რომ 3 წლის წინ ჩვენ ყველამ გავწირა ომისადან გრევისთვის. გავწირეს უცხოელებმა, გავწირეს NGO-მა, გავწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და NGO-მა თავისი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხო შკუაზე სიარულით. მათ არ ესმით რით ითამაშობენ, რას რისკავენ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია. უპასუხისმგებლო ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს. გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ. ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ. NGO-ები მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს. 3 წლის წინ ჩვენ მათ გავწირეს. არ შემდგარი ომის, არ დაღუპული ხალხის და არ დანგრეული ქვეყნის ისტორია. ოპოზიცია კი, რომელიც 3 წლის წინ საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში კი მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, დღეს საკუთარ ნათქვამს ემიჯნება. მეტიც უარყოფენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად რაიმე ფორმით საქართველოს ჩართვას ემხრობოდნენ. ლელოს სლიერ საქართველოს დაინიცირებული ჰქონდა საქართველოს დაცვის აქტი. ჩვენ არ ვამბობდით, რომ შესაძლებელია ურთიერთობა რუსეთთან სავაჭრო მიმართულებით. ოპონენტების პოზიცია მმართველი გუნდისთვის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ოპოზიცია ცდილობს თავი გადაირჩინოს. ამ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებენ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე. ხომ არ დაუგმიათ უკვე ზელენსკის ის პოზიცია, დავარქვათ ის ამორალური პოზიცია, რასაც თავად მან საპირისპირო მიმართულებით ამორალური უწოდა. მან ელჩი გაიწვია თავის დროს. ელჩი გაიწვია, გახსოვთ ალბათ ყველას. საქართველოსთან იმისთვის, რომ ჩვენ თურმე მოხალისეები არ გავაგზავნეთ და ამორალური პოზიცია დავაფიქსირეთ თურმე სანქციების არ დაწესებით. რომელი იყო მორალური საქართველოსთვის? რომელი იყო საქართველოს მომგებიანი ეროვნული? დღეს გეკითხებით კიდევ ერთხელ. რომელი იყო მორალური, რომელი იყო სწორი საკუთარი შვილები? ასეულობით 1000 ადამიანი, საკუთარი მოსახლეობა, საკუთარი სამშობლო გადავარჩინეთ. ეს იყო ამორალური? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ 3 წლის მანძილზე, რომ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და სწორედ ეს არის კრიტიკა, სანქციები და ასე შემდეგ ყველაფერი საზღაური იმისა და ჩვენ ამის ხარჯზე გავაკეთეთ ეს ყველაფერი და მონებრივია ვერანაირი სანქცია ასევე მომავალში ჩვენ ვერ შეგვაჩერებს, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი ამოცანა არის, რომ დავიცვათ საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესები. ზელენსკის და ტრამპის პოლემიკის შემდეგ, შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამოაშკარავდა თუ ვინ იყო ის ძალები და ის ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვისაც სურდა ომი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, ცილისწამება, მუქარები პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, დავდექით მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. უკრაინაში ომი მესამე წელია გრძელდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რისკები იქამდე იარსებებს, სანამ ეს ომი არ დასრულდება.